გამარჯობა მეგობრებო, მოდით ვისაუბროთ მასტერ ნარატივზე. მასტერ ნარატივი ეს არის საზოგადოებაში, სოციუმში, სახელმწიფოში, რეგიონში გავრცელებული ღირებულებათა მთავარი ნაკრების სისტემა, რომელიც შეეხება მის ყველა მოსახლეს და გარკვეულწილად არის იმ პრინციპების ერთიანობა, რომელიც ადამიანს აძლევს ჩარჩოს თუ როგორი უნდა იყოს აი ამ საზოგადოების ღირსეული წევრი. ზოგადად მასტერ ნარატივი შეიძლება განიხილოს მრავალი ასპექტის მიხედვით, თუმცა ჩვენი დღევანდელი ვიდეოს მთავარი საკითხი იქნება განხილული ლილი ხეჩოაშვილის და მაკლინის და სეიდის მთავარი სტატიების მიხედვით და საკმაოდ საინტერესო თემაა თუ როგორ შეიძლება მოხდეს ზოგადად მასტერ ნარატივის, ანუ ასე ვთქვათ, სახელმწიფოებრივი ამ შემთხვევაში დღეს ვისაუბროთ სახელმწიფოებრივი მასტერ ნარატივზე, სახელმწიფოებრივი მასტერ ნარატივის აღქმა და რამდენად ქმნის ის რეალურად იმ ჩარჩოს, რომელშიც ადამიანი იბადება. ანუ ეს აძლევს საფუძველს იმისას, რომ საზოგადოების სოფლიოს მოსახლეობის გარკვეული ჯგუფები მნიშვნელოვნად გვანან ერთმანეთს, თუმცა შესაძლოა გარკვეული საზოგადოების გარკვეული ნაწილი ცოტათი განსხვავებულ ტიპაჟებს ქმნიდეს, ცოტათი განსხვავებული მასტერ ნარატივი ქონდეს ჩამოყალიბებული, ან ზოგიერთ შემთხვევაში პირდაპირ მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგებოდეს საზოგადოებაში დამკვიდრებულ მასტერ ნარატივს. ხუთი მთავარი მახასიათებელი აქვს ზოგადად მასტერ ნარატივს. პირველ რიგში ეს არის სარგებლიანობა, ანუ უნდა იყოს სარგებლიანი რა მხრივ, რომ მაგალითად როცა ბავშვი იბადება, მან უნდა ისწავლოს სოციალიზაცია, უნდა ისწავლოს, უნდა ისწავლოს ადამიანებთან ურთიერთობა, უნდა ისწავლოს რა ინსტიტუტებში უნდა მოახდინოს საკუთარი თავის ინტეგრალიზაცია, მაგალითად რომ უნდა ისწავლოს, მაგალითად რომ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო, რაღაც გარკვეული სარგებელი მოაქვს, რომ აი ეს გზები მუშაობს, აი ეს გზები სწორია. აი მაგალითად აქ შეიძლება ვახსენოთ დიურკემის ძალიან ცნობილი თეორია, როდის იწყება დევიაცია, ხო, როდესაც საზოგადოებაში არსებობს გარკვეული ღირებულებები და აი ამ ღირებულებებისკენ მიმავალი გზა, აქ შეიძლება იყოს ამ ღირებულებათა სისტემაში შესაძლოა გავაერთიანოთ რაღაც სასურველი გზა, ზოგადად ყველა ადამიანისთვის სასურველი მომავალი, როცა აი ამ სასურველი შედეგებისკენ მიმავალი გზა ირღვევა და საზოგადოებაში აღარ არის იმის რესურსი, რომ ადამიანმა აი ამ სწორი და სოციალიზირებული გზებით მიაღწიოს წარმატება, სწორედ აქ იწყება დევიაცია და სწორედ აქ იწყება დანაშაულებრივი ქმედება. თუმცა ზოგადად მასტერ ნარატივი საზოგადოებაში შექმნილი აი ეს ასე ვთქვათ, ღირებულებათა სისტემა, ქცევის წესი, საერთო ამბავი, რომელიც მის ყველა წევრს აქვს და უნდა ქონდეს გაშინაგნებული. აი ეს სწორედ ამის ერთ-ერთი მთავარი შემანარჩუნებელი ერთ-ერთი არაუცილებელი, მაგრამ როგორც ვთქვათ, არაუცილებელი, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი შემანარჩუნებელი საშუალება სწორედ ეს არის, რომ მას აქვს სარგებლიანობა, ანუ მე შესაძლოა მივიდე აი ამ ჩემი დანიშნულების წერტილამდე, აი ამ ჩემი დასწავლილი საზოგადოების მიერ გაზიარებული გზებით. მასტერ ნარატივის კიდევ ერთი მთავარი მახასიათებელი, რაც არის გარკვეულწილად სავალდებულოობა, ანუ შენ თუ აი ამ მასტერ ნარატივს არ მიყვები, ხშირ შემთხვევაში შესაძლოა წარმოიქმნეს გარკვეული პრობლემები, რაზეც ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებ. შემდეგი ეს არის დოგმატურობა, ანუ არსებობს გარკვეული ჩარჩო, ანუ ეს არის მეტნაკლებად სტატიკური, არის დინამიური, კი ბატონო, ადაპტაციური, გარკვეულ სიტუაციებში იცვლება, მაგრამ ის მეტნაკლებად მაინც ინარჩუნებს თავის მთლიანობას, თავის სახეს და სწორედ აი ამ ჩარჩოს ქმნის, იმ ასე ვთქვათ, საფუძველს ქმნის, რაზეც მერე უნდა ამოიზარდოს პიროვნება და აი ეს ყველაფერი გაბნეულია ინდივიდუალურ ნარატივებში. მაგალითად, მე რო ჩემ ამბავს ყვები ჩემი კულტურის კონტექსტში, ხო და ჩემი კულტურის წარმომადგენელს რო ვყვები, ანუ იმას ესმის ჩემი, ხო, რა თქმა უნდა, მაგალითად არ ვიცი, უნივერსიტეტის სკოლა რომ დავამთავრე, რა თქმა უნდა ჩავაბარე უნივერსიტეტში, იმიტომ რომ თქვა მაგალითად ჩვენს კულტურაში გაზიარებული რომ სკოლის მერე ადამიანების უმრავლესობა აბარებენ უნივერსიტეტში, ხო, აი ძალიან ისეთი უხეში მაგალითად რომ გამოვიყენოთ, ეს ყველაფერი კი იცვლება, მაგრამ და კიდევ ერთი მაგალითი ეს არის იმპლიციტურობა, ანუ კი შესაძლოა ამის გასიტყვება და სიტყვებით გადმოცემა, მაგრამ ეს ყველაფერი პრინციპიალურ დონეზე არ ვიცი ეს არსებობს თუ არა, მოკლედ, ანუ პრინციპები არსებობს, იმპლიციტურად გვაქვს ეს ყველაფერი გაშინაგრებული და ეს ყველაფერი შესაძლოა გასიტყდეს, გადმოიცეს, დაიწეროს, არგუმენტირებულად დასაბუთდეს, თუმცა ეს ყველაფერი მაინც უფრო ორგანულ დონეზე გვაქვს, ხო, ეს არ შეიძლება, მაგალითად ახლა არ შეიძლება მაგიდაზე ფეხებით დადგე და ისე ჭამე, ხო, ანუ არსებობს რაღაც გარკვეული ნორმები, ქცევის წესები.
და აქ შეგვიძლია ვახსენოთ აი ნადარიშვილისეული საკმაოდ საინტერესო განმარტება ზოგადად ნორმის და კანონის არსებობის სამი მთავარი დანიშნულება ხო ეს არის აპრობირებულობა ანუ ვიღაცამ უკვე გამოცადა ეს გზა მუშაობს ანუ ეს არის მაგალითად არ ვიცი რაღაც გარკვეული ხელობის დაუფლება არის კარგი გზა იმიტომ რომ რაღაც ნორმალური შემოსავალი ქონდეს ადამიანს ეს არის მზაობა ანუ ბავშვი მიბედება მას უკვე გამზადებული ხდება რომ აი ეს ისე უნდა ქნა ამ ასაკში ეს უნდა ქნა მე ეს უნდა ქნა ან მაგალითად სამსახურში შესა მივდივართ ხო აი მაგალითად რაღაც სამსახურში რომ ვიწყებთ იქ არსებობს გარკვეული ნორმათა ერთობლიობა რომელსაც ადამიანი უნდა მიყვეს ანუ იცი რომ ეს ესე უნდა გააკეთო იგივეა მაგალითად კანონი ხო აი მაგალითად არ შეიძლება ადამიანის მოკლა ყველობა არის დაშეთ, ნუ გამონაკლისის შემთხვევების გარდა. ანუ ეს უკვე მზად გაქვს ხდები, ანუ არ გიწევს იმაზე ფიქრი და რაღაც დიდი ფილოსოფია ეხა მე რომ ქუჩაში არ გამოვიტანო და ვიღაცას ვესროლო, ვისი ფეხსაცმელით არ მომეწონება. ამ ნეტეს დავნით ამას დავისჯები თუ არა? არა, მზაობა, ანუ არსებობს გამზადებული და იცი რაც არის ნორმა, რომ არ უნდა მოკლა ამ შემთხვევაში, ნუ ჯობდა უფრო პოზიტიურად ამასთან, მაგრამ მოკლედ და მესამე, ეს არის ლეგალურობა. ანუ არავინ ამის გამო არ გსჯის, ნუ გარკვეული გამონაკლისების გარდა რასაკვირველია, ხო? ანუ არავინ არ დაგაბულინგებს იმის გამო, რომ მაგალითად რაღაც გარკვეულ ასაკში შექმნა ოჯახი, ხო? ანუ პირიქით ხდება მოწოდება. ანუ ეს არის აპრობირებულობა, ეს არის მზაობა და ეს არის ლეგალურობა. ახლა ვისაუბროთ უფრო რაღაცა უფრო რომ გავაცოცხლოთ აი ეს მაგალითები, რამოდენიმე შემთხვევაზე შეიძლება გავაკეთოთ აქცენტი. აი მაგალითად ბევრჯერ ვთქვით, რომ ეს არის ნორმა, თუ ამას გადაუხო, შესაძლოა დაისაჯო, რომ მაგალითად თუ იმ გზას არ მიყვები, რა გზების არის აღიარებული, შესაძლოა გარკვეული პრობლემების შეგექმნას, თუნდაც ლეგალური თვალსაზრისით კი, მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც საზოგადოებას ჭირდება გარკვეული ცვლილებები. ძალიან მარტივი მაგალითი, ინოვაცია, ტექნოლოგიური განვითარება, რაღაც გარკვეული ახალი კრეატიული მიგნებები, ხელოვნება თუნდაც. ეს ხშირ შემთხვევაში ამის ასიმილაცია ხდება, ნუ თუ არ არის შემთხვევა, მაგალითად ჯორდანო ბრუნოსთან დაკავშირებით და თუ რაღაც ისეთი განსაკუთრებული მოფიქრება არ მოხდა საზოგადოების მხრიდან, ასიმილაცია ხდება, ნელ-ნელა მიიღება ხდება ამ ცვლილებების. რა ხდება რევოლუციის შემთხვევაში, ხო? პირდაპირ გაგებით რევოლუციის შემთხვევაში, ანუ მაგალითად ჩე გევარა თუ არის ადამიანი, მაშინ რა ხდება? ამ შემთხვევაში შესაძლოა ნახეთ, აი ეს არის ჩემი აზრით ძალიან საინტერესო მაგალითი. აი მაგალითად აჯანყება, ხო? რომ ავიღოთ ესეთი შემთხვევა, მასტერ ნარატივი ამ ყველაფერს უშვებს. ანუ რეალურად საზოგადოება მაინც იღებს, ანუ საზოგადოებაში არსებობს ასეთი მზაობა იმის, რომ საჭირო დროს უნდა მოხდეს შეწინააღმდეგება, რევოლუცია პირდაპირ გაგებით, ამის მზაობა არსებობს და რაღაც დროის გასვლის შემდეგ ეს ადამიანი შესაძლოა მე ან გმირად მოხდეს საზოგადოების მხრიდან მისი შერაცხვა, ან მაგალითად თუ თუ საზოგადოება მიიჩნია, რომ ეს ადამიანი რევოლუციას ახდენდა სხვების ინტერესების გამო, შეიძლება მოღალატედ მოხდეს ამ ადამიანის შერაცხვა, ხო? ახლა ვისაუბროთ იმაზე, თუ რატომ ხდება ისე, რომ ადამიანები ხანდახან მეწინააღმდეგებით ცვლილებას და რაღაც განსხვავებულს და რაღაც ახალს. პირველ რიგში იმიტომ ხდება ეს ყოფილი, რომ ეს არის რაციონალური, ეს არის გონივრული, ეს არის ლოგიკური. გარემო არის მუდმივად ყოველდღიური ცხოვრებაც კი დღესაც კი 21 საუკუნეშიც კი მსოფლიოს ბევრ ნაწილში ქუჩაში სახლიდან გარეთ გამოსვლა და სამსახურამდე მისვლა ძალიან ბევრ საფრთხესთან არის დაკავშირებული. და ასე იყო საუკუნეების მანძილზე რაც უფრო უკან გადავახოთ ისტორიას, მით უფრო საშიში იყო ადამიანისთვის ყოველდღიური ცხოვრება. ამიტომ როცა ხდებოდა რაღაც ნორმების შენერჩუნება, ეს ნორმები ამ ნორმების დაცვა უნდა მომხდარიყო, რომ აღარაფერი ვთქვათ გარემტრებზე, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა ყველაფერზე, ანუ უშუალოდ ინფექცია კლავდა ადამიანს და რაღაც ჭირი რომ მოედებოდა რაღაც კონკრეტულ დასახლებას, იმის გადარჩენას, იმ მოსახლეობის გადარჩენას უკვე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. და დღესაც რეალურად ანუ რაღაც ერთ ღილაკზე თითის დაჭერა გვაშორებს ხოლმე, გვაშორებს რამდენიმე ღილაკზე თითის დაჭერა გვაშორებს იმისგან რომ აფეთქდეს უამრავი ატომური იარაღი ერთად შევიდეს ალოში და მოსახლეობის დიდი ნაწილი საერთოდ დაიხოცოს. და რეალურად ანუ ეს აქვს ადამიანს ამის გონივრული ინსტინქტი, რაციონალური შეში, რომ რაღაც ცვლილებები, აი ეს რევოლუციური გადატრიალება და რაღაცების ამოყირავება არის დიდ საფრთხეებთან დაკავშირებული და აი ამიტომ ინსტინქტუალურად ხანდახან საჭირო ცვლილებებსაც ვეწინააღმდეგებით და ბოლოს აი ძალიან საინტერესო მაგალითი მინდა განვიხილოთ ვაჟას
ვაჟის ნაწარმოებებიდან, რომ განვიხილოთ ალუდეს შემთხვევა და რომ განვიხილოთ სტუმარ მასპინძელი. ალუდეს შემთხვევაში ადამიანი უპირისპირდება საზოგადოებას, ხომ? მის თემს უპირისპირდება, იმიტომ რომ ის გამოდის გარკვეული ნორმების წინააღმდეგ. ნუ მტრისთვის ხელის მოჭრა და სახლში ჩამოკიდება ეს მთლიანად მასტერ ნარატივი არ არის. ეს არის მასტერ ნარატივის ნაწილი, ხო? მასტერ ნარატივი არის მაგალითად ის რომ მტერი არის საფრთხე და უნდა მოხდეს საფრთხის განეიტრალება, მაგრამ ეს უკვე კულტურული ნაწილია, ხო? აი ხელის მოჭრა და სახლში წაღება. მაგრამ ეს იმდენად შესახორცებულია და განუყრელი ნაწილია ამ მასტერ ნარატივის, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ რომ ალუდას გაუგონ და ალუდას ემოციურობას ჩატნენ, ალუდას მორალურ სიღრმეებამდე ჩავიდნენ, იმიტომ რომ ეს ცვლილებები რთულია მათგანაც აღსაქმელად. იგივე ისე ვაჟის მეორე ნაწარმოები რომ განვიხილოთ, სტუმარ მასპინძელში ახდება, ხო? პირიქით ხდება, ჯოყოლა იცავს საკუთარ ტრადიციებს, საკუთარ მასტერ ნარატივს იცავს, ის რომ დღეს სტუმარია ის მისი და არ შეიძლება მისთვის თითის დაკარება. ანუ აქ ამ შემთხვევაში, ანუ პირიქით მასტერ ნარატივის დაცვა ხდება, ხო? ეხლა სხვა სიტყვებით რომ ეს ყველაფერი სკოლაში კარგად გვაქვს ყველას დასწავლი, მაგრამ აი ამ მასტერ ნარატივის სიტყვებში რომ გადავიყვანოთ ცოტა ხანი, რომ აი ჩვენი თემა რატომ გვჭირდება, ხო? მაგალითად მასტერ ნარატივის განხილვა ძალიან საინტერესოდ, იმიტომ რომ ანუ იქ პირდაპირ ანუ ჯოყოლა იცავს ნორმებს და თან იმდენად იცავს რომ ანუ ამისთვის მზად არის რომ თავი გაწიროს, იმიტომ რომ სწორედ ეს ნორმები არის ის უმაღლესი ჰუმანური ღირებულებები, რომლისთვისაც მზად არის რომ ჯოყოლა მზად არის რომ თავი გაწიროს და ანუ არ აყვეს შურისძიებას, არ აყვეს ამ რაღაც უფრო დაბალი დონის მოთხოვნილებებს. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის.